მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? დღეს მე მოვედი თქვენთან ახალი საჯარო გაშლით პირად ურთიერთობებზე და თემა იქნება ასეთი: ვინ ხართ მისთვის? გაშლა იქნება მოკლე და სამ ვარიანტად. ვინ ხართ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანისთვის? მანამდე მე თითოეულ თქვენგანს მადლობას გადაგიხდით აქტიურობისთვის, უკავშირისთვის. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, როგორც არხის განვითარებისთვის, ასევე ბალანსისთვის. თან თქვენი კომენტარებით მე ვიგებ, რამდენად რეზონირდა ესა თუ ის გაშლა და როგორი გაშლები მოგწონთ, მომწერეთ, რაზე გსურთ გავაკეთოთ შემდეგი გაშლები. მადლობა კიდევ იმ ადამიანებს, ვინც მოდიხართ პირად კონსულტაციაზე, მადლობა თითოეულს ნდობისთვის, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ WhatsApp-ზე მითითებულ ნომერზე. მოდი, ვნახოთ ახლა, ვინ ხართ ჩაფიქრებული ადამიანისთვის. პირველი ვარიანტი იქნება ავანტურინი. ვინ ხართ ჩაფიქრებული ადამიანისთვის? მეორე ვარიანტი იქნება ამეთვისტო და ვინ ხართ ჩაფიქრებული ადამიანისთვის? მესამე ვარიანტი მისტიური ლაბრადორიდი იქნება. აბა დავხუჭეთ თვალები, ღრმად ჩაის უნთქეთ, ამოისუნთქეთ, თვალს რომ გაახელთ, რომელი ვარიანტიც მიგზიდავთ, სწორედ ის იქნება თქვენი ვარიანტი. პირველი ავანტურინი, მეორე იქნება ამეთვისტო და ლაბრადორიდი მესამე. იმედია აირჩიეთ თქვენი სასურველი ვარიანტი და ავანტურინი. პირველება მოგესალმებით. ვინ ხართ ჩაფიქრებული ადამიანისთვის? მისთვის ხართ ადამიანი, რომელიც რაღაცეებს მალავთ. ამ ადამიანისთვის თქვენ ხართ ქალი, რომელმაც რაღაცები დაფარულად მოიმოქმედა, ან თავისთვის შემოიტოვა საიდუმლოდ, მას არ გაუმხილა. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ქალი, რომელიც რაღაც საიდუმლოს მალავს. ზოგიერთის შემთხვევაში ვიტყვი, რომ შეიძლება ფიქრობს, რომ მოატყუეთ, იმედი გაუცრუეთ, რაღაც ტყუილი იყო თქვენ შორის და არ იყავით მის წინაშე გულწრფელი. რა ურთიერთობას ვუყურებთ? მოდი ვნახოთ. რა ურთიერთობა? როგორი ურთიერთობა? ღალატი. ურთიერთობა, სადაც იყო იმედგაცრუება, შეიძლება იყო ღალატის, შეიძლება აქ ჩართული იყვნენ ადამიანები აი ამ ფერხულში, აი ამ გულის ტკენაში და იმედგაცრუებაში. შეიძლება სხვა ადამიანებმა შეასრულეს გარკვეული როლი თქვენ ურთიერთობაში. ერთ-ერთი თქვენგანი ბარიერს უწესებს მეორეს და თავის სივრცეში იკეტება ერთ-ერთი თქვენგანი. აქ არის იმედგაცრუება, ღალატი, შეიძლება სამკუთხედი, შეიძლება ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ძალიან ეტკინა გული აი ამ ყველაფრით. შეიძლება თქვენც ძალიან გულნატკენები ხართ და იმედგაცრუებულები. კიდევ ვნახოთ, ვინ ხართ ამ ადამიანისთვის თქვენ? მეგობრებო,
ემსახურება ამ ადამიანისთვის საკმაოდ ცეცხლოვანი და ქარიზმატული ქალბატონი ხართ. ქალი, რომელიც და ეს ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შორის იყო სერიოზული კონფლიქტი, შეიძლება ურთიერთობის რღვევა, ეს ადამიანი მაინც ფიქრობს, რომ მაინც თქვენ ხართ გამარჯვებული, იმიტომ რომ ძალიან მიზანდასახული ხართ, შეიძლება თქვენ გადაერთეთ თქვენს პიროვნულ ზრდაზე, ან საქმეებზე, ან სამსახურზე, მისთვის საკმაოდ მომხიბვლელი ქალბატონი ხართ თქვენი ენერგიებით, შეიძლება თქვენ ცეცხლის ნიშანი ხართ, ვერძი, ლომი, შეიძლება იყოს ზოგიერთი თქვენგანი აქ და მშვილდოსანი, თუ მიყურებთ, ეს გაშლა ნამდვილად თქვენია, ვინ ხართ მისთვის? მისთვის ხართ საკმაოდ უკვე მიუწვდომელი, შეიძლება ძალიან ცნობადი ქალბატონები მიყურებთ, რომლებიც დაკავებულები ხართ თქვენი იმიჯით, უვლით თავს, საკმაოდ წარმატებულები ხართ იმ სოციუმში, სადაც თქვენ ხართ გამორჩეულები ხართ, მისთვის ხართ ძალიან გამორჩეული ადამიანი და ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ხართ, რომელიც მუდმივად შეიმეწმნებს, მუდმივად სწავლობს. ამ ადამიანს თქვენში შეიძლება ცოტა აღიზიანებდა თქვენი ცნობის მოყვარეობა. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ვერ მოგცათ ის, რასაც იმსახურებდით, ვერ შემოგწვდათ, თქვენს ვარსკვლავობას ვერ შეწვდა და ცოტა გულდაწყვეტილია. ვინ ხართ კიდევ მისთვის? ქალი, რომლის წასვლის შემდეგაც გული ეტკინა და ფიქრობს, რომ აი ამ ცუდი ეტაპის შემდეგ მხოლოდ თვითონ არის დაზარალებული და თქვენს კომფორტში ხართ, თქვენს კომფორტზე ფიქრობთ, თქვენს ბედნიერ ცხოვრებაზე ფიქრობთ და მის დანაკლის სხვა ცხოვრების სილამაზეების ტკბობით ივსებთ. ეს იყო პირველი ვარიანტი. მოკლედ ვთქვი, მაგრამ ისეთი წყობა წავიდა ტაროსი, რომ ვერ გავჩერდი. პირველებო დაგელოდებით კომენტარებში. ძალიან მაინტერესებს, ვინ იყავით ეს ვარსკვლავური გოგოები და ვნახოთ მეორე ვარიანტი. ამეთვისტო, ვინც აირჩიეთ. მოგესალმებით მეორეებო. და ვნახოთ, ვინ ხართ ამ ადამიანისთვის. იმპერატორი ამოვიდა. იმპერატორი შეიძლება თქვენ ხართ ძალიან ჯიუტი ქალბატონი, ძალიან დამოუკიდებელი, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს თავისი საქმე, მართოს კომპანია იქნება თუ პატარა ორგანიზაცია ან სამსახურში ძალიან ლიდერული თვისებებით გამოირჩევით, ძალიან დაგეგმილად გიყვართ ყველაფრის კეთება, საკმაოდ კონსერვანტი ქალბატონები ხართ, რაღაცნაირად თითქოს დოგმები, წესებს, ტრადიციებს ცემთ პატივს და ამავე დროს ძალიან ჯიუტები ხართ, ამავე დროს ემოციებს ნაკლებად გამოხატავთ. თუ აი ამ სიგნიფიკაციას თქვენზე მოვარგებთ, კიდევ ვნახოთ, აბა ვინ ხართ მისთვის? საკმაოდ და მოუსვენარი ქალბატონი ხართ, აი ყველაფერი გეჩქარებათ, ყველაფერი გინდათ, რომ კარგად გააკეთოთ, დაგეგმილად სწორად გააკეთეთ, მაგრამ ამავე დროს თქვენი ტემპი გაქვთ აკრეფილი და ხართ ის ქალი, რომელიც მუდმივად მიირტვის სინათლისკენ, მუდმივად ისწრაფის წარმატებისკენ. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანი
ქორწინებაში იმყოფებით, ოჯახი გაქვთ და ხედავთ ძალიან მოსიყვარულე ოჯახის ბურჯ ქალბატონად. ვინ ხართ მისთვის? ძალიან ემოციური ქალბატონი ხართ ამავე დროს, მიუხედავად თქვენი ხასიათის არის თქვენში სინაზე, გულჩვილობა ყველაფერთან ერთად, თუმცა მისწრაფით და მიილტვით ფინანსური კეთილდღეობისაკენ. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს შვილებიც ყავს და სწორედ აი მათი მომავლისთვის ზრუნავთ და ეს ადამიანი ძალიან აფასებს აი ამ თქვენს შრომის მოყვარეობას. მისთვის ხართ ძალიან ტკბილი ენერგიების მქონე, სათუთი, ლამაზი და ამავე დროს ცოტა იდუმალი ქალბატონი. ვინ ხართ მისთვის? ძალიან ღრმა აზროვნების ადამიანი ხართ, თუ თქვენ ერთად არ ხართ, მე გეტყოდით, რომ თქვენ შორის საკმაოდ კარმული ურთიერთობა იყო, შეიძლება რაღაც ეტაპი დასრულდა თქვენი ერთად ყოფნის, შეიძლება აქ ნამდვილად ქალბატონს ოჯახი ჰყავს, ან თვითონ მამაკაცია დაოჯახებული, ვერ გეტყვით. ერთ-ერთ თქვენგანს შეიძლება სტაბილური ოჯახია, ეს სამკუთხედია. შეიძლება აქ არის მესამე პირი ურთიერთობაში და რაღაც პრობლემები სწორედ აქედან წამოვიდა თქვენ შორის რა ურთიერთობა. თუ პრობლემები არის. ეშმაკი. პენტაკლების დედოფალი. მეგობრებო, მე მგონია რომ ქალბატონები ხართ ქორწინებაში, მაგრამ რაღაც აი ამ ადამიანთან რაღაც უხილავი ჯაჭვით გაჯაჭვებთ, იცით რომ ამ ადამიანმაც იცის რომ ეს ურთიერთობა, ამ ურთიერთობას უხილავი ძალა მართავს და თითქოს უერთმანეთოდ ყოფნა არ შეგიძლიათ, გაჯაჭვებენ ერთმანეთს და აი იმ მომენტში ეს ადამიანი, როდესაც აი ამ უხილავ კავშირს გრძნობს თქვენთან, სწორედ მაშინ გრძნობს საკუთარ ძალას, საკუთარ აღიარებას, თავის მამაკაცურ ეგოს იკმაყოფილებს, როდესაც ის ფიქრობს, რომ მისი ხართ და ასეთი ქალი არის მის გვერდით. მეორეებო, მე თქვენ გელით კომენტარებში და მოვიდა დრო ლაბრადორიტის, ჩემი საყვარელი ქვა. ლაბრადორიტი ვინც აირჩიეთ? ვინ ხართ მისთვის? იმპერატრიცა. ანუ თქვენ მეუღლეა ეს ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ, ან დიდი ხანია ერთად ხართ და სხვა ვარიანტში ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენზე უკეთესი ქალი, ყოველმხრივ შემკული, რესურსული, წარმატებული, კარგი დედა, კარგი მეოჯახე, კარგი დიასახლისი, შეიძლება წარმატებული თავის საქმეში, ლამაზი, ყოველი მხრივ შემკული ქალბატონი, შეუცვლელი ქალბატონი ხართ აი ამ ადამიანისთვის. გილოცავთ მესამეებო და მენახეთ კომენტარებში იმპერატრიცები ვინ მიყურებთ. ვინ ხართ?
შემიძლია აღარ გავაგრძელო გაშლა, ისეთი არკანი გვეწვია აქ, მაგრამ მაინც ნახოთ, მიხართ მისთვის. ამავე დროს მიუხედავად იმის, რომ შრომის მოყვარე ხართ, ზრუნვაც გიყვართ სხვებზე, მიღებაც გიყვართ საჩუქრების თუ სამყაროსგან ბედნიერი დღეების სიუხვის, ასევე ხართ ქალი, რომელიც საკუთარ კომფორტზე ზრუნავს, საკუთარ კეთილდღეობას იქმნის სამომავლოდ და თავს შეიძლება ასაჩუქრებდეს, არც თუ ისე იაფი საჩუქრებით. ეს იქნება თავის მოვლა, პროცედურები, იმიჯი, შოპინგი. ეს ამ ადამიანისთვის ხართ ქალი, რომელმაც ძალიან კარგად იცის საკუთარი თავის ფასი და აქედან გამომდინარე ანებივრებს კიდეც აი ამ კომფორტით თავის თავს. ვინ ხართ მისთვის? ძალიან ცნობის მოყვარე ადამიანი, რომელიც მუდმივად ისწრაფვის განვითარებისთვის, მუდმივად მზად არის რაღაც სიახლისთვის, რაღაცის შესწავლისთვის, რაღაცის შეცნობისთვის. ვინ ხართ მისთვის? ამავე დროს ხართ ამოუცნობი, იდუმალი, ქურუმი ქალბატონი, რომელიც რაღაცას მაინც ინახავს თავისთვის, რომ აი ეს მაგიურობა არ დაკარგოს. თქვენი ქვეცნობიერი სხვა ლეველზეა ამ ადამიანისთვის. ამოუცნობი, იდუმალი ქალი, რომლის გარეშეც მას ვერ წარმოუდგენია ახალი გზის გაგრძელება. თქვენს გარეშე ეს ადამიანი არ მოიაზრებს ახალ გზას. ვინ ხართ მისთვის? კიდევ ერთი არკანით. ვინ ხარ სამყარო? მერტო ჩემო. დამენახეთ იმპერატრიცებო, ამ ადამიანისთვის ხართ ძალიან დიდი შანსი ცხოვრებისგან, რაც კი უნატრია, რაც კი წარმოუდგენია თავის წარმოსახვაში, თქვენ ხართ ის ადამიანი. აი ამაზე მეტი ნამდვილად აღარ არსებობს. თქვენ მის ფერხთით გადაშალეთ მთელი სამყაროს ბედნიერება. თქვენი პოვნით ამ ადამიანმა მოიპოვა ძალიან დიდი და უკიდეგანო ბედნიერება. გილოცავთ მესამე ვარიანტო. გელით კომენტარებში. დროებით გემშვიდობებით, მომავალ გაშლამდე.